გამარჯობა, მე თინათინი ვარ და ეს ჩვენი კორეული ენის კუთხეა. დღევანდელ ვიდეოში ვისწავლით 5 ორმაგ თანხმოვანს და ამით ოფიციალურად დავასრულებთ ჰანგელს. ამ ეტაპის შემდეგ კი უკვე გადავალთ უფრო საინტერესო თემებზე. გრამატიკა, ლექსიკა, კითხვის წესები და ხანდახან კორეულ ანდაზებს, კორეის კულტურასაც შევეხებით. ხო და თუ გინდათ რომ არაფერი გამოგრჩეთ, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. პირველ რიგში გახსოვთ თანხმოვნების სახელები რომ გქონდათ, მაგალითად ქიოგ, თიგდ, ლიელ და სხვა. ორმაგ თანხმოვნებსაც ზუსტად ასე ეწოდება. ოღონ წინ სიტყვა სანგ, ანუ გაორმაგებული, წყვილი უდგება. მაგალითად სანგიოგ, ანუ გაორმაგებული ქიოგ. იკითხება როგორც კ. ქიოგ ხომ იყო გ. ეს უფრო მკვეთრდება და გამოდის კ. ჩვეულებრივი კ. მაგალითად კულ, თაფლი, კულბო, ფუტკარი. აქვე პატარა ქვიზი. გახსოვთ რას ნიშნავდა თოკი? მერცხალი, მდინარე თუ კურდღელი? პასუხი კომენტარებში დამიტოვეთ. შემდეგია სანგდიგ, ანუ გაორმაგებული դ. გამოითქმის როგორც ტ. მაგალითად მორიდი, აბადოკი. გახსოვთ არა, მორი იყო თავი და მორიდი არის აბადოკი. აი ტალგი არის მარწყვი. სანგბიე, გაორმაგებული ბ. გამოითქმის როგორც პ. ჩვეულებრივი პ. ერთ-ერთი შორთიდან გახსოვთ ალბათ, პური კორეულში ნიშნავს ფესვებს, ხოლო სიტყვა პანგ არის პური. შემდეგია სანგჯიე, ანუ ორმაგი ძ. იკითხება როგორც ჭ. მაგალითად ორონჯოგ, მარჯვნივ, ვენჯოგ, მარცხნივ. გაითვალისწინეთ, რომ აქაც ისევე როგორც წინა სამეულის შემთხვევაში არ შეცვალოთ გამოთქმა, არ დაარბილოთ ან რაიმე. გამოთქვით ზუსტად ისე როგორც ქართულში, ანუ კ, ტ, პ, ჭ. ბოლო ორმაგი თანხმოვანი არის სანგშიო, ანუ ორმაგი ს. გამოითქმის როგორც მკვეთრი ს. მაგალითად, სადა ყიდვა, სადა იაფი. ვისადა არის ძვირი. ბოლოს კი ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ფაციმში, ანუ მესამე თანხმოვნის პოზიციაზე არასდროს გვხვდება სანგდიგდ, სანგბიებ და სანგჯიებ, ანუ ტ, პ და ჭ. ისე ფაციმს რაც შეეხება, ეს თემა ცალკე ვიდეოში განვიხილოთ, რადგან აქ გამოთქმის წესები იცვლება და საკმაოდ საინტერესოა. მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთვის. შემდეგი ვიდეოს თემა იყოს ფაციმ თუ გრამატიკის პირველი გაკვეთილი? აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს აზრს. დღეს კი გილოცავთ კორეული ენის პირველი თავი, ანუ ანბანი დავასრულეთ და ძალიან მიხარია რომ ეს გზა ერთად გავიარეთ. როგორც უკვე შეგპირდით, წინ უფრო საინტერესო ვიდეოებია. ხო და თუ გინდათ რომ ერთად სწავლა გავაგრძელოთ, მოვიწყენეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, კომენტარებში შემეხმიანეთ და მომდევნო შეხვედრამდე. Fighting!